პაკისტანში ტერორისტულ აქტს გადარჩენილი ორი ქართველი მთამსვლელი სამშობლოში ბრუნდება. ბიძინა გუჯაბიძე და აფი გიგანი ამჟამად ისლამაბადში იმყოფებიან. მათ სამშობლოში დაბრუნებაში პაკისტანში აზერბაიჯანის საელჩო ეხმარება. ტერორისტული აქტი ნანგა პარბატის საბაზო ბანაკში გუშინ გამთენიისას მოხდა. თავდასხმას 10 მთამსვლელი და ერთი ადგილობრივი გიდი ემსხვერპლა. რა გახდა ტერორისტული აქტის მიზეზი და როდის დაბრუნდებიან პაკისტანიდან ქართველი მთამსვლელები? ოთარ გიორგაძე ამბობთ. ბიძინა ჩაფრიდით ლევანი ვარ ყიფიანი. პაკისტანში მომხდარ ტერორისტულ აქტს გადარჩენილი ორი ქართველი მთამსვლელი უკვე ისლამაბადშია. ინფორმაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ბიძინა გუჯაბიძემ თავად დაუდასტურა. სატელეფონო საუბარი ლევან ყიფიანსა და მთამსვლელებს შორის რამდენიმე საათის წინ შედგა. წინასწარი ინფორმაციით ქართულ მთამსვლელებს ბიძინა გუჯაბიძესა და აფი გიგანს სამშობლოში დაბრუნებაში პაკისტანში აზერბაიჯანის საელჩო დაეხმარება. აზერბაიჯანის საელჩოს მეშვეობით უკვე მოხდება მისი თბილისში საქართველოში გამოგზავრება. მისი და აფი გიგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე ნორმალურია. ისინი თავს ნორმალურად გრძნობდნენ. ჩვენ შევთავაზეთ თუ რამე პრობლემა იქნებოდა დახმარებაზე, მან თქვა რომ ყველაფერი რიგზია, ყველაფერი ორგანიზებულია. უახლოეს ხანში როგორც კი რაღაც პროცედურები დასრულდება ეგ ოფიციალური გამოფრინდებიან ბაქოში, იქიდან თბილისში, მაგრამ როდის ზუსტად და რომელი რეისით ეს არ ვიცი. პაკისტანში მომხდარ ტერორისტულ აქტს 10 ტურისტი და ერთი ადგილობრივი გიდი ემსხვერპლა. ტურისტებს შორის 3 უკრაინელი, 3 ჩინელი, 2 სლოვაკი და თითო ლიტველი და ნეპალელი მოგზაური იყო. ინციდენტს მხოლოდ ერთი ჩინელი ტურისტი გადაურჩა, რომელმაც გაქცევა მოასწრო. ტერაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თალიბანის ერთ-ერთმა დაჯგუფებამ აიღო. ტერორისტების განცხადებით მათ შორის ამერიკელების მიერ ავიაირიშების გამოიძიეს. ცხადრების ამოცნობა პაკისტანში დღეს დილით მოხდა და მასში ქართველი მთამსვლელები აფი გიგანი და ბიძინა გუჯაბიძეც მონაწილეობდნენ. ინციდენტის დროს ქართველი ალპინისტები შუალედურ ბანაკში იმყოფებოდნენ. ეს უდიდესი ტრაგედია არა მარტო იმ ქვეყნებისთვის, რომლის მოქალაქეებიც დაიღუპნენ, არამედ პაკისტანისთვისაც. ინციდენტი პაკისტანში კვირას დილით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით ტურისტებს თავდამსხმელებმა პირადი ნივთები ჩამოართვეს, შემდეგ კი დახვრიტეს. ნანგა პარბატის საბაზო ბანაკში მომხდარი ტერაქტის გამო ადგილობრივმა პოლიციამ 40-მდე ადამიანი დააკავა. მსგავსი შემთხვევები არასდროს არ ყოფილა თავდასხმა მთასვლელებზე. ესეთი აქტი ტერორისტული ეს პირველი შემთხვევაა. მათ ინფორმაცია თქმა უნდა არ უნდა ქონოდათ, იმიტომ რომ მსგავსი მოგვიგონებით ეს არასდროს არ მომხდარა. არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. პაკისტანის ჩრდილოეთით ეს პირველი მასშტაბური თავდასხმის შემთხვევაა. ეს რეგიონი ტურისტებისთვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად ითვლებოდა. ორი ქართველი მთამსვლელი, რომლებმაც ექსპედიცია უკვე შეწყვიტეს, საქართველოში სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან.